ჩემი სწავლის გადასახადს მე თვითონ ვაფინანსებ. ძალიან ბევრი შეიძლება გაუკვირდეს, როგორ შეიძლება. ეხლა აკადემიაში მივივარ და იმიტომ რომ აღმართია და დავიღალე. აშკარად იმაზე მალე ვიღლები, ვიდრე ვიღლებოდი. ეხლა მივდივარ ჩემი ხელნაკეთობებით. ვიხდი ჩემს სწავლის გადასახადს. ძალიან ბევრს უყვირს, როგორ შეიძლება ორი შვილის დედა თან სწავლობდეს, თან ბავშვები დაყავდეს სკოლაში, თან წრეებზე, თან მუშაობდეს, თან ცხოვრობდნენ ქირაში და თვითონ და თავის მეუღლემ მკლავდებოდნენ მარტო ამ ყველაფერს. მაგრამ როცა ადამიანი მოინდომებს, ფონზე აი ასე ჩანს, შეისხავ ფრთებს და ყველაფერს გააკეთებ. და ხანდახან შეიძლება გაფრინდი და ცაში ჩაიჭრო. ნანა გაგიზიარებთ ჩემს ხელნაკეთობების ნამუშევრებს, ვაკეთებ ტყავის საფულებს, აქსესუარებს და ასე შემდეგ. ბევრ საინტერესო რაღაცას. მიწის ჩებჩეტები დავისვენებ. ძალიან დავიღალე, რა საყვარელი ფისოა. ხედავთ? ძალიან საყვარელი ფისოა. ხო და გაგიზიარებთ ჩვენს განვლილ ნაბიჯებს. ამასთან ერთად ბანკის დიდი კრედიტი ავიკიდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ქირაში ვცხოვრობთ და ვიყიდეთ სახლი. რის დამზადების ვლოგებსაც ნელ-ნელა შემოგთავაზებთ. და ჩავი გამომყევით. მგონი საინტერესო იქნება, ბევრთვის мотиваცია ვიქნები. როგორ შეიძლება ორი შვილის თან ისწავლო, თან იმუშაო, თან ასწავლო, ხო, ამასთან ერთად კიდევ მივდივარ სკოლებში და ვაკეთებ თექის მასტერკლასებს. მასტერკლასებით შემიძლია შემოგთავაზოთ. ან მოვიდეთ თქვენთან ოფისში და ჩავატაროთ სასიამოვნო 2 საათი, საათნახევარი. ქართულ კულტურას გავეცნოთ, შევხვდეთ, ვეზიაროთ და ვნახოთ როგორ მოგეწონებათ ჩემი ეს პატარა წამოწყება. გელოდებით. გამოიწერეთ ჩემი გვერდი, რომ ბევრი ბლოგები დავდო, мотиваცია მომცეთ და ჩემთან ერთად ნახოთ რა გზას გავდივართ მარტო. ისე ვიტყვი, რომ სწავლის გადასახადი ყველაფერთან ერთად ძალიან რთულია, მეტყველეს მე ყველაფერი ჩემ თავზე მაქვს აღებული, იმიტომ რომ არ მინდა მერე ვინმე თქვას, რომ მე გადავუხადევ. თუმცა ხანდახან მაინც მეხმარება დედაჩემი. როცა გავიჭედები ხოლმე ძალიან ბოლო თაღის გადახდაში და ხანდახან ჩემი მეუღლეც. ისინი არიან საფორთები რა. დამხმარე ძალა, ვისაც მივადგები და ვიტყვი, რომ ცოტა ხანი მას ესხეთ, მაგრამ მე ეს სისხლი აღარ ბრუნდება ხოლმე. და ასე. მაგრამ ძირითად გადასახადს მაინც საკუთარ თავზე მაქვს აღებული და ცოტათი ვუმკლავდები, თუმცა ხელის წაკრო ჭირდება ხოლმე. აბა წავედით დროებით. წავედით აკადემიაში. მისი შენობა ულამაზესია, ძალიან მიყვარს. არ ვიცი რა დავამთავრებ, რა მიშველება. ალბათ მოვალ ხოლმე და ვნახავ ხოლმე. იმხელა სითბო და სიყვარული ამ შენობაში. ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება, რომელიც ავიხდინე. ახლა განახებთ კერამიკის ფაკულტეტის განყოფილებას, ცოტა დავაგვიანე. ჰოლანდიელი სტუმარი ყავს ჩამოსული, რომელიც სტუდენტებს გვიტარებს ვორქშოპს. გვაძლევს აქ დავალებას, მითითებებს, რაზეც მე 2 კვირის განმავლობაში უნდა ვიმუშაოთ. ხშირად არიან ჩვენთან სტუმრები ასე სხვადასხვა ქვეყნებიდან. ეს არის ერთ-ერთი სტუმრების დროინდელი ნამუშევარი. ესპანელი პროფესორი იყო ჩამოსული, კერამიკოსი, რომელმაც ესპანეთის მე-17 საუკუნის სოკრატის ტექნიკით დაგვამუშავებინა ფილები. ეს არის ჟანგებით მოხატული ულამაზესი ფილები. ეხლა წავედით სახლში. რომ წავიყვანოთ ქალბატონი ეფემია ხატვაზე. დღეს რამდენ რეისს გავაკეთებ მეტროთი და ითვალეთ. აი აქ უკვე მივდივარ. ეფემია მიმყავს ხატვაზე. მეორე გოგონა დავუტოვებ დედაჩემს. აი უკვე თავის ფლაპაზე ვართ და მივდივართ მის სამხატვრო აკადემიაში. ცოტა დაიღალა, სიარული ეზარება ხოლმე ეფემია დავტოვე და ახლა წავედი
სამგორში რაღაც დეტალები მაკლდა ჩემი ხალნაკეთი აქსესუარებისთვის და ვიყიდე. გავიქეცი უცებ-უცებ, ეს არის სამგორის ტყავის ბაზარი, აი ეს დეტალები ვიყიდე ახალი მოდელებისთვის და ძალიან ინოვაციური იქნება ჩემი აზრით. ახლა ვმუშაობ ამ პროექტზე, კიდევ გავყები თავისუფლებამდე მატარებელს, ეს უკვე მგონი 1-2-3-4-5 სავარაუდოდ თუ ვწდები. აქ როგორც ყოველთვის თავისუფლებაზე კონცერტი ახლა ძალიან მიყვარს, შორის რომ გავაყოლ და მუსიკის ხმას რო გავიგებ, ვეძებ ხოლმე რომ ვინმე უკრავდეს. ეს ჩემ ბავშვობის მახსენებს, რადგან ეს მომენტები ჩემს ბავშვობის მოგონებებს აღვიძებს, რადგან მთელი ბავშვობა აქ გვაქვს გადარებული მე და ჩემს მეგობრებს. კარფური ორბელიანზე ძალიან მიყვარს. ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი უდიდესი მოგონებები ამ კარფურს უკავშირდება, რადგან მეგობრები სულ მოვდივით და სულ აქ ვიჭექით. საინტერესო და ლამაზ დღეებს ვატარებდით აქ. და სანამ ჩემი გოგოები ხატვიდან გამოვლენ ხოლმე, მეც აქ ველოდები. ყოველი ჩვენი დღის ბოლო მთავრდებოდა კარფურის კაფეში, სადაც დღესაც მახსოვს როგორ იდგა მაგიდები, როგორ ჭუკ-ჭუკები დიდ ბოლო კაპიკებით ყიდულობდით ბუტერბროტებს, ლობიანებს. აქ ვსივარ ხოლმე და ვიხსენებ იმ დროს, ხან ადამიანებს ვაკვირდები, ყველაზე მეტად მიყვარს დაკვირვება ადამიანებზე. აქ ეფემია გამოვიდა თავისი სასწავლებიდან, ძალიან ბედნიერია, დაუბრუნდით სახლში დღის ბოლო. მატარებელიც დაიძრა, სახლში კიდევ ბევრი შეკვეთა გავამზადე, მაგრამ ნაყოფიერი დღე გქონდა და მიყვარს ასეთი დღის ბოლოები და დასასრული.